დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გაცემას კი თაზო დათუნაშვილი გახსნის, რომელთანაც საქართველოში მიმდინარე პერიპეტიებს შევაფასებთ. გაცემის მეორე ნაწილში უკვე გავცდებით საქართველოს და ძირითადად სომხეთი იქნება ჩვენი საუბრის თემა, ვინაიდან და რადგანაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და ამის ფონზე კი ვხედავთ რუსეთის გააქტიურებას. დაგვაოდეთ, თაზო დათუნაშვილი უკვე სტუდიაშია და დავიწყებ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლო სიახლეებს. დღეს დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. შეხვედრა 12 საათზე გაიმართება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ თანამედროვე პრეპარატების შემოტანა, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა დანაშაულისთვის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის პარგლებში მინისტრი მინსკში საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, სადაც ქართული პროდუქცია პირველადაა წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენ ჩვენს პირველ სტუმარს, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა თაზო და მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო თაზო, ტრადიციულად არაერთი საკითხი იქცევს საზოგადოების ყურადღებას და შევეცდები, რომ დღეს რამდენიმე ძირითად თემას შევეხოთ, თუმცა პირველ რიგში პრემიერი აბარებს მთავრობის საქმიანობის ანგარიშს პარლამენტს და ამაზე ვისაუბროთ. დოკუმენტი 80 გვერდიანია და მოიცავს პერიოდს 2025 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით. მასში კი შეფასებულია ბოლო 1 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ არაერთი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის მთავრობის საგარეო პოლიტიკა და ის სწორედ ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, იმიტომ რომ თავად ირაკლი კობახიძის მტკიცებით საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალ ვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას, ისე როგორც მისივე შეფასებაა, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. აი, გაკვირდებოდით და გეღიმებოდათ იმ ფონზე, როდესაც პრემიერის პოზიციას ვაცნობდი მაყურებლებს. შესაბამისად გვითხარით, რატომ იღიმით, ანუ როგორია თქვენი შეფასება მთავრობის საქმიანობაზე ზოგადადაც და უშუალოდ საგარეო არენაზე პოზიციონირების თვალსაზრისითაც და მეტიც, აი ქრონიკული ცრუპენტელა უწოდა ირაკლი კობახიძეს გუშინ თქვენი პარტიის ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა. აი თქვენ რა გაქვთ სათქმელი ირაკლი კობახიძესა და მის ანგარიშზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მევსალმებით ჩვენს მაყურებლებს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ხო, მართლა სერიოზული აფერისტი არის, ესეც სერიული აფერისტი არის. აქ არ ვიცი ხა დიდი პატივისცემით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც შეიძლება რომ სიძულვილის სენის და არა მარტო შეურაცხყოფელი განცხადებების მონიტორინგ შეუდგა სულ რაღაც 2 დღის წინ შინაგანსახტეს. ხო, ეს რაღაცა კომიკური რაზმი საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. აი ამას ესე შემიძლია დაუძახო. პოლიტიკური შიზოფრენია, რეალობისგან აბსოლუტური დისტანცირება. ირაკლი კობახიძე ზოგადად ამით გამოირჩევა, ის არ არის ჯანსაღი ადამიანი, ის არ არის ჯანსაღი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი, ის არ არის დამოუკიდებელი ადამიანი, ეს არის ძალიან ისეთი ერთჯერადი გამოყენების მარიონეტი ივანიშვილის ხელში, რომელსაც ნამდვილად არ აქვს კარგად დალაგებული საქმე თავის აზრებთან, იმიტომ რომ ერთის მხრივ რა ჰარმონიზაციაზე ვლაპარაკობთ ქალბატონო ლელა? ირაკლი კობახიძე არის ის კაცი, რომელიც სახეც საქართველოს ისტორიაში შევა მარტო იმით, რომ 28 ნოემბერს 24 წლის მან უარი განაცხადა საქართველოს გამოეყენებინა ის უნიშნულოვანესი შანსი პოლიტიკური, ის ფანჯარა გაერღვია, რომელსაც ქვია დროებითი მოვლენებიდან გამომდინარე განსაკუთრებულად მზარდი შესაძლებლობა, რომ საქართველო ინტეგრირებულიყო ცივილიზებულ სამყაროში და დასავლურ სივრცეში და ევროკავშირში. ამის მაგივრად მან ამაზე უარი თქვა და 4 წლით
მის ნათქვამში, მაგრამ რეალურად მისი გადმოსახედიდან სამუდამოდ მოშორდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ეს კაცი იძახის, რომ რაიმე ჰარმონიზაციისკენ მიდის. კაცი, რომელმაც 28 ნოემბრიდან 2024 წლის დღევანდელ დღემდე მიიღო კანონების მთელი დასტა ასობით და ასობით ნორმატიული აქტი და კანონი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრის განკარგულებები და განცხადებები და მთავრობის განკარგულებები, რომელთა ყველას მიზანი არის, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რომ საქართველო აღარ იყოს ქმედითი და სრულფასოვანი რესპუბლიკა, რომ საქართველო არათუ ევროკავშირის სტანდარტებთან არ იყოს, არამედ საქართველოს კონსტიტუციასთან მოვიდეს წინააღმდეგობაში. ეს არის კაცი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ გათელა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ისე რა ქვია, ორგანიზაციის დაფუძნების თავისუფლება. ეს არის კაცი, რომელმაც საქართველოში მოკლა სამოქალაქო სექტორი, რომლის მიზანიც არის, რომ ევროპული ტიპის სახელმწიფოში იყოს ერთგვარი დამბალანსებელი სახელმწიფო სტრუქტურების. ეს კაცი არის, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობას, რომელსაც ყავს დასანქცირებული მინისტრები, რომელსაც ყავს ადამიანები მთავრობის შემადგენლობაში და სტრუქტურებში მის ქვემოთ ძალოვან უწყებებში, რომელთაც აწამეს ამაზე მეტი ადამიანი, ათასობით საქართველოს მოქალაქე დაასახიჩრეს და სცემეს, ათასობით და 10,000-ობით ადამიანს სახლებში ურეკეს, სიცოცხლის ხელყოფით ემუქრეს და აგინეს და აფურთხეს მათ ოჯახის წევრებიანად ჩათვლით და აქტივისტებით. ეს არის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ისტორიაში საქართველოს ყველაზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. ეს არის კაცი, რომლის პირობებში სიღარიბემ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია. ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანაში უთანასწორობა ყველაზე ღარიბსა და ყველაზე მდიდარს შორის გაიზარდა კატასტროფულ ფეოდალური ეპოქის მაჩვენებლებამდე და ეს არის კაცი, რომლის პირობებშიც მთელი ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ქვეყანას მოსდის, ეს არის პარაზიტირება და რუსეთისთვის სანქციონებული პროდუქციის მიწოდება. რაც შეეხება იმას, რატომ ვერ უახლოვდება საქართველოს ევროპულ სტანდარტებს, ევროკავშირთან ურთიერთობების მიმოხილვისას, მე გეტყვით, რომ ირაკლი ყობახიძე საკუთარ ანგარიშშიც უსვამს ხას იმას, რასაც ფაქტობრივად მისგან თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერებისგან ყოველდღიურად და ვისმენთ. ანუ პოზიცია იმის თაობაზე, რომ ასოცირების შეთანხმებით დადგენილი ფორმატების მუშაობა ყველა დონეზე თავად ევროსტრუქტურებმა და ევროინსტიტუტებმა გააჩერეს, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს იმას, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულოს. უпроსტად აბრკოლებს იმას, რომ ეს ვალდებულებები იყოს შესრულებული. ანუ პასუხისმგებლობის ისრები ქართულ ოცნებას გადააქვს ბრიუსელზე, როცა საუბარია, რომ საქართველოს რაღაცას არ აი რა ტიპის პასუხისმგებლობა მოდის არა ქართულ ოცნებაზე, არამედ თვითონ ბრიუსელზე, როცა ვხედავთ საქართველოს ასეთ დისტანცირებას ბრიუსელისა და ევროპული ინსტიტუტებისგან. ეს კითხვაც მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ის აქცენტი, რასაც თვითონ მმართველი პარტია აკეთებს. ნულოვანი ქალბატონო ლელა, ნულოვანი არის პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელობის გარდა ვინმე სხვის იმაში, რომ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული რესპუბლიკა აღარ არის ევროპული გზის ნაწილი. ნულოვანია საქართველოს გარდა ნებისმიერი სხვა აქტორის ზე ლაპარაკი პასუხისმგებლობის ნაწილში. ნულოვანი. ერთადერთი ქართული ოცნების გარდა ეს არის ქართული ოცნების პატრონები მოსკოვში, ვინც არიან ამაზე პასუხისმგებლები. რაზე ვლაპარაკობთ? პოლიტიკურ შიზოფრენიას ყველა არ ვახსენებ, ეს ტერმინი არის კონკრეტული, პოლიტიკური და მე ჩემს სიტყვებს დირექტორ ყობახიძისგან განსხვავებით საკმაოდ ესე მკაცრად ვაკონტროლებ ხოლმე. პოლიტიკური შიზოფრენია, როდესაც შენ ამბობ, ანუ ეს ხوار დაიწყო 28 ნოემბერს ქალბატონო ლელა. ეს პროცესი ხო მანამდე დაიწყო. პროქსი პარტიების შექმნით. ზუსტად იგივე სახელმძღვანელოს გაყოლით, რაც თავის დროზე 15-20 წლით უფრო ადრე სურკოვმა და პუტინმა შეიმუშავეს აი სუვერენული დემოკრატიის მოდელში. ხო, ეხლა რუსეთი ევროკავშირის ინტეგრაციისკენ არ მიდიოდა, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობები გაიფუჭა სისტემურად. იგივე გზას დაადგნენ. მიიღეს კანონები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასავლურ პრინციპებს. არა აი ამ ბინძურეს იაფასიანი პროვინციული პროპაგანდა რაღაცა სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით და ეს სიბინძურე, რომელშიც ყობახიძე იხარშება, მოიხარშა და უკვე გამოვიდა რაღაცა იმათ რა ქვია პოლიტიკურ საშინელ პროდუქტად, არამედ რეალური ფასეულობები. ის ფასეულობები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში იდო 1920 წელსაც, შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენასაც, ის მიზანსწრაფვა, რომელიც ჰქონდა საქართველოს პირველი პრეზიდენტიდან მოყოლებული ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ ეს ქვეყანა ევროპული ქრისტიანული სახელმწიფო
მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანი სახელმწიფო დაბრუნებოდა თავის წიაღს. ამ წიაღის პოლიტიკური თანამეგობრობა არის ევროკავშირი. ევროკავშირს გავუტოვო ლელა კიდევ ერთხელ ბევრჯერ არასდროს არ მომბერძდება. ეს გავიმეორე. ევროკავშირი არის ნებაყოფლობითი ორგანიზაცია. ქვეყნები, რომლებიც მასში წევრიანებდებიან, ნებაყოფლობითად აკეთებენ ამას. და ნებაყოფლობითობის ნაწილი არის ის, რომ ეს ქვეყნები თმობენ გარკვეულ შეხედულებებს პრინციპების სასარგებლოდ. პრინციპების სასარგებლოდ, რომელიც დაფუძნებულია ადამიანთა უნივერსალურ დეკლარაციაზე, უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაზე, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დიახ, დაფუძნებულია ბიბლიაზე, იმიტომ რომ ეს არის იუდექრისტიანული სივრცე. აი ამის წინააღმდეგ, როდესაც მიდიხარ, ხო, ერთი წუთით 28 ნოემბრამდე სანამ მივალთ. ამის წინააღმდეგო პროცესი იწყებ. როდესაც გინდა რომ დისკრედიტაცია გაუწიო ყველაფერს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს და აკეთებს შენი ქვეყნისთვის. როდესაც იღებ კანონებს, რომელიც იცი რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირში წევრობის პრინციპს. იცი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული პუტინის სხვა მარიონეტს ორბანს შენამდე და ორბანი უბრალოდ შესწრებული იყო ევროკავშირში და იმას ეუბნებიან რომ მაგას ნუაკეთებ, თორე ცუდად დამთავრდება ეს აბა. ამას აკეთებ, იგივე გზაზე მიდიხარ. 28 ნოემბერს გამოდიხარ და შევწყვიტე მოლაპარაკება ეძახი და ამბობ რომ მეორე მხარის პრობლემა არის. აქ არა სულელებით კი არ არის ეს ქვეყანა დასახლებული ისეთი სულელებით, როგორიც თვითონ არიან. და გონიათ რომ ერთმანეთს უატყუებენ საზოგადოებას ეს ჯერა. ეს ხო უდიდესი ბოროტება არის. საკუთარი დანაშაული თან სხვას დააბრალო. არავის არ შეუწყვეტავს ეს ურთიერთობა. პირიქით, ცდილობები იყო გაუთავებელი, მიუხედავად აი ამ აღვირახსნილი უბინძურესი პროპაგანდისტული კამპანიის, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ თვეების მანძილზე. ეს ხო მაშინ ეს ხო რუსული კანონის შემოტანასთან ერთად არ დაიწყო. ეს რიტორიკა ხო მანამდე იყო. რაღაცა გაურკვეველი ლოთი ფილოსოფოსები და ისა რა ქვია პროქსი პარტიები გურამ მაჭარაშვილის მსგავსი არარაობებით დაკომპლექტებული, რომლებიც ლაპარაკი დაიწყეს ღია წერილებით ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, რომ თითქოს მათ რაღაცა საცოდავ ფასეულობებს ეწინააღმდეგება ის, რაზეც 250 წელია ცივილიზაციაა დაფუძნებული. ბატონო, დრო რომ სწორად გავანაწილოთ, თალკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც მინდა ვისაუბროთ, თუმცა იქამდე კიდევ ერთი კითხვა, რადგან ევროკავშირსა და ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ. გერმანიასთან დაპირისპირების მორიგი მიზეზი აქვს ქართულ ოცნებას და ამის გამო ხედავთ კიდეც გერმანული მხარის. აი ეს ესეთი ნაწილია ქალბატონო. მორიგ კრიტიკას, მორიგ ჯერზე კრიტიკას, ამიტომ დანიაში რეპორტაჟების კეთება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება საქართველოს მთავრობის მიერ გერმანიაში ელჩის პოზიციაზე დანიშნულ ალექსანდრე კარტოზიას, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიგებთ. საქართველოს ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, არადა ეს სიგელები საგარეო უწყებას ჩაბარდა ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში, 17 დეკემბერზეა საუბარი. ქართულმა მხარემ ოფიციალური განმარტებისთვის მიმართა გერმანიის შესაბამის უწყებას, თუმცა განმარტება ამ დრომდე არ მიგვიღიაო, ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. აი ეს ამბავი როგორ უნდა შეფასდეს, რას შეიძლება ერჩოდეს გერმანია ალექსანდრე კარტოზიას, თუ კი რა თქმა უნდა მასთან დაკავშირებული აი ეს გარემოება ამ ჭრილშიც უნდა დავინახოთ და რატომ შეიძლება აჭიანურებდეს გერმანული მხარე რწმუნებათა სიგელების გადასაცემად გერმანიის პრეზიდენტის მიერ ალექსანდრე კარტოზიას. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ზუსტად იცით რას ერჩის გერმანია საქართველოს მთავრობას, რომელიც მის წინააღმდეგ. ანუ ეს პოლიტიკური გზავნილია? არ ვიცი, პოლიტიკაში პოლიტიკური გზავნილის გარდა რა გზავნილი უნდა არსებობდეს, მე ნამდვილად არ ვიცი, სხვა გზავნილები შეიძლება ქართულ ოცნებაში იცოდნენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ზუსტად იცით რატომაც ხდება ეს და აბსოლუტურად ყველამ ზუსტად იცის, მაგრამ ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გერმანია ყავთ ამოღებული განსაკუთრებული სამიზნედ ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ ისინი თვლიან არ ვიცი რატო რომ თურმე გერმანიას შეუძლია საქართველოს ყველაზე გრძელვადიან მეგობარს. გერმანია იყო პირველი ქვეყანა სახელმწიფო, რომელმაც ვარჩევს ორივე რესპუბლიკის დაფუძნებისას პირველად ცნო საქართველოს და ჩვენი ერთ-ერთი მოწინავე პარტნიორია შეერთებულ შტატებთან ერთად და ეს იყო გამიზნული, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, FSB-ში, ლუბიანკას ოფისში გადაწყვეტილი კონკრეტული სპეცოპერაცია გერმანიის ელჩის დისკრედიტაციის კამპანია, კატასტროფული, სამარცხვინო, აღვირახსნელი. გერმანიის როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაცია გაუთავებელი, დიპლომატიური ურთიერთობებით გაჩაღებული ჩვეულებრივი რაღაცა იაფფასიანი პროვინციული იწილობ, აი ამაში არიან ჩართული.
მიმართული გერმანიასთან მიმართებაში, კონკრეტულად ბატონ კარტოზიასთან მიმართებაში ამ გადაწყვეტილებაზე ან თუნდაც ქართული ოცნების პროპაგანდა ატრიალებს რატო არ ცვლიან საიტზე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად. ამას ჩემს საქმეთ ნამდვილად ავთვლის, რომ ქართული პოლიტიკოსის ძლიერი საქართველოს აღმასრულებელი ბინის საქმე არ არის ამის ანალიზი, მე ექსპერტი არა ვარ, რომ ამის ანალიზი ვაკეთო. უბრალოდ მე თქვენ ჩემ თვალში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ჟურნალისტი ხართ ამ ქვეყანაში და ალექსანდრე კარტოზია ნამდვილად ვიცი, რომ გახსოვთ ვინ იყო. შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შავრაზმელი არარაობა, რომელიც ყველაზე მოწამლულ აზრებს ისრო და მე სკოლის მოსწავლე ვიყავი αλექსანდრე კარტოზია განათლების მინისტრი რო იყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო KGB-ს აგენტი ადამიანი პერსონაჟი შეიძლება იყოს პრობლემა და არა მე ვფიქრობ რომ ზოგადად პრობლემა არის ურთიერთობებში ქართული ოცნების მიერ გერმანიასთან დამყარებული აი ამ რაღაცა იაფასიანი იწილობიწილოშია პირველი პრობლემა, მაგრამ ამის მიღმა ალექსანდრე კარტოზია აი ეს რაღაცა გადმონაშთი, აი ეს რაღაცა სამარცხვინო მოვლენა. აი ასეთი ხალხის გამო მოხდა ვარდების რევოლუცია, ალექსანდრე კარტოზიას მსგავსი ხალხის გამო მოხდა. აი ამ რაღაცა ბნელეთის მოციქულების, საბჭოთა ფუნქციონერები, რომელიც ამოფუთდნენ შევარდნაძის დროს, აი ამ არარაობების გამო მოხდა. ალექსანდრე კარტოზიას ელჩად გაშვება, სადმე როგორ შეიძლება ალექსანდრე კარტოზია ბავშვებს არ უნდა გააკაროს სტუდენტებს და ამან ელჩად გაუშვეს ქვეყნის წარმოსადგენად. ჩემი პოზიცია მაქვს მე იმ კაცთან, რომელსაც ნულოვანი პატივისცემა აქვს, როგორც აქ, ისე ამ ქვეყნის გარეთ. იმიტომ რომ ეს არის კაცი, რომელიც კორუფციულ სისტემას, სამარცხვინო, ჩამოყალიბდა კომერციულ სიტყვას. გადაწყვეტილება რამდენად მე არ მაინტერესებს საქართველოს თავრობის გადაწყვეტილება ქალწონილობა. საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს იმ ადამიანებს, ვისაც ახსოვთ რა იყო ალექსანდრე კარტოზია. ალექსანდრე კარტოზია ხელმძღვანელობდა ჩამომპალ განათლების სისტემას ამ ქვეყანაში, სადაც სკოლის მასწავლებელი ბავშვებს ნიშნებს არ უწერდა, თუ ფულს არ მისცემდა. აი ამ სისტემის ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე კარტოზია. ასეთი ადამიანები ზოგადად პოლიტიკა ესეთი პროცესია, რომ ასეთი ადამიანები ასეთი საქციელის გამო უნდა დაისაჯონ. სისხლის სამართლებრივად თუ არა, პოლიტიკურად უნდა დაისაჯონ და მოუსწავლეთში უნდა წავიდნენ პოლიტიკურში და არა ელჩად გამწესებული, ჰალსტუხ მოჭერილი ლაპარაკობდნენ საქართველოს დღევანდელი 21 საუკუნის საქართველოს ყველაზე ახლო პარტნიორთან უნდა წარმოადგენდეს ეს რაღაცა საბჭოთა ეპოქის არარაობა. ბატონთაზო, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რა საკითხსაც სხვა შორის ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პრემიერ-მინისტრის ანგარიშში. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანა მიღწეული იქნეს შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს თანასწორ სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, თუმცა ამის პერსპექტივას როგორ უყურებთ? ეს გითხარით, მით უფრო როცა სულ რაღაც 2 დღის წინ ქართული ოცნების მისამართით ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტული გზავნილები მოვისმინეთ და მოკლე ამონარიც იმ განცხადებიდანაც წავიკითხავ, რაც გუშინ წინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა საქართველოში. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. ეს მოკლედ, რა თქმა უნდა, იმ გზავნილის შესახებ, რაც ჰქონდა ამერიკის საელჩოს მეშვეობით ოფიციალურ ვაშინგტონს. აი რა შანსია იმის, რომ ქართული ოცნება ამერიკის შეერთებული შტატებს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ასე ვთქვათ, დაალაგდეს და მეორე მხრივ რა გგონიათ ის ნაბიჯები, რის გადადგმასაც ვაშინგტონი ქართული ოცნებისგან მოითხოვს. ხო, მე არ ვიცი რას თulis სამართლიანად ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე აბსოლუტურად აღმონია, რომ ჯანსაღი იყოს ის, რასაც თulides ის სამართლიანად და დანარჩენი საზოგადოება იგივე აღიქვამდეს. აქ მთავარი თქვენ ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ და სწორი მიმართულებით წაიყვანეთ კითხვა. მთავარი სამოქმედო გეგმა, ასე ვთქვათ, მთავარი ფუნდამენტური კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობები და როგორ შეიძლება ეს ურთიერთობები რაღაცა ფორმით წავიდეს ნორმალიზებისკენ. დადო აი იმ განცხადებამ, რომელიც შეერთებული შტატების საელჩოს გავლით გააკეთა იმ ოფიციალურმა დელეგაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, გამართა შეხვედრები ყველა მნიშვნელოვან აქტორთან, ჩვენთან, ნაციონალურ მოძრაობასთან, კოალიციას ცვლილებებისთან, გახარიას გუნდთან და მათ შორის ირაკლი კობახიძესთან და მის მინისტრებად წოდებულ ხალხთან. დაისვა ძალიან კონკრეტული
კონტურები, მე ასე ვიტყოდი, არ მინდა რომ ზედმეტი ან ოპტიმიზმი, ან პესიმიზმი გამოვაჩინო, ან რაღაცა დავაშენო, იმიტომ რომ უკანასკნელი დღეებია დამეთანხმებით ვისმენთ სამწუხაროდ ჩემთვის ეს ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს კოლეგებში, პირდაპირ უნდა ვთქვა, ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს, როდესაც აი ძალიან ისეთი ჩვეულებრივ პირდაპირ ტექსტის ინტერპრეტაცია მიდის რაღაცა აღვირახსნილი ინტერპრეტაცია პირდაპირ ვიტყვი, რაღაცა სასურველის, ზოგიერთების სასურველის რეალობად გასაღება ამ ტექსტში რაღაცა ქვეტექსტების მოფიქრება და ეს ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში კოლეგებში. კონკრეტები, მაგრამ მე მგონი ყველა მიხვდება რაზეც ვლაპარაკობ ახლა. არამედ ამ ტექსტში არის ძალიან კონკრეტული. ამ ტექსტს არ ჭირდება ინტერპრეტაციები. ამ ტექსტში არის ძალიან კონკრეტული ჩარჩო დასმული. ჩარჩო ამბობს მარტივ რაღაცას. ეს status quo, ის კონკრეტული ვითარება, რომელიც დღეს არის, არ იძლევა საშუალებას, რომ რაიმე ფორმით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა აღდგეს და შეერთებული შტატები იყოს ისევ ისეთი აქტიური პარტნიორი საქართველოში, როგორც ის იყო ყოველთვის. უბრალოდ არ იძლევა ეს ვითარება საშუალებას. ორივე მხარეს, ოპოზიციის მხარეს, კიდევ ერთხელ გავმეორდები, 4 მთავარი პოლიტიკური აქტორის პირობებში არის აქ ლაპარაკი, სხვებს დიდი პატივისცემით, მაგრამ შეერთებულ შტატებმა განსაზღვრა, ვის ელაპარაკება 4 მთავარ პოლიტიკურ აქტორს, ეს არის ძლიერი საქართველოს ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და გახარიას გუნდი და მეორე მხარეს ხელისუფლებას. ყველას უთხრა თუ სად არის რა კონტურებია, აი რა ბაზისია ოპოზიციურ სპექტრი ცალკე კითხავთ იქამდე. ხელისუფლების ნაწილში შეხედეთ კანონმდებლობა, მარტივ ერთ არის ნათქვამი. თქვენ თუ აგრძელებთ პოლიტიკურ დევნას ოპოზიციის, შეუძლებელია რაიმეზე შეთანხმება. თქვენ თუ აგრძელებთ ამ ვითარებაში ცხოვრებას, შეუძლებელია რომ წინ იქნას რაიმე ნაბიჯი გადადგმული. ანუ ის ტყუილების კორიანტელი. ხო, ხარ ავტორი. მართლა სერიული მატყუ არა არის სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი. მართლა გულდასაწყვეტია, მართლა კატასტროფა არის, რომ სერიული მატყუ არა. კაცი 6 თვეა ფასებზე იფიცება და ბოლოს სუპერმარკეტებში იმის დახლები გააკეთა, რა ქვია, გაიაფებული პროდუქტების დახლები და მაღაზია გვეუბნება, რომ ჩემი ნამუშევარი 6 თვიანი ეგარეო. 6 თვეზე მეტია იტყუება, რომ შეერთებულ შტატებთან რაღაცა ურთიერთობებს დაალაგებს, ამით ყელყელაობს და რა ვიცი, ხა იმას რა ქვია, აშხაბადს და იმას ვერ გაცდა, რა ქვია, ტაშკენტს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და თვითონ დუბაის ვერ გაცდა იმასავით. რუსი ტურისტივით და დაყიალობენ დუბაიში. აი ამ ვითარებაში არის სინამდვილეში, ამ ვითარებაში დარჩება თუ ის საბაზისო საწყისი ურთიერთობების აღდგენისა, რაც დასვა ამ დელეგაციამ, არ იქნება შესრულებული და იქ რა ვიცი, შავით თეთრზე წერია. ძალიან მარტივად. შავით თეთრზე წერია. ზუსტად ეს არის საინტერესო, თქვენ როგორ გესმით ეს საბაზისო საწყისი, იმიტომ რომ თვითონ ამერიკის შეერთებული საელჩოს განცხადებაში არ არის კონკრეტიკა ამ თვალსაზრისით. იცით რა, ხა ამაზე მეტი კონკრეტიკა ვერ იქნება. ისმის, რატომ არ ახსენებს მაგალითად პოლიტპატიმრებს თუ კი პროტესტის ფარგლებში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ ქართული ოცნებისგან. რატომ არ ახსენებს პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს თუ კი ამბობთ რომ ქართულ ოცნებას ამ სარჩელის უკან წაღებას მოუწოდებენ და ასე შემდეგ. ანუ რატომ დატოვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ინტერპრეტაციის სივრცე, როცა საკითხი ეხება იმას, ურთიერთობების ახალ ნიშნულზე გადასაყვანად რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საჭიროა. ხო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომ ნორმალური გეგონებოდათ, რომ ამე კონკრეტული ჩამონათვალი გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. არა, რატომაც არა. ხო, არა, იმიტომ რომ საქართველოს არის სუვერენული სახელმწიფო, შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია და მისი საგარეო პოლიტიკა ასე არის მოწყობილი, რომ ის არ ერევა სხვა ქვეყნების საქმიანობაში და არც უნდა ჩაერიოს. ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც ნამდვილად არ ჭირდება კონკრეტული ჭკუადარიგებები. ეს არ არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობებში, რომ ვიღაცა მოვიდეს ეხლა და გეგმა გამიწევს. ეს ნამდვილად არ არის გაბატონებული ნორმალური პირდაპირ გეუბნებით. ეხლა როგორ შეიძლება რომ დიპლომატიურ განცხადებაში ჩვენი პარტნიორი ქვეყნის დელეგაციის რა კონკრეტიკა იყოს, რომ ეს საქმე შეწყვეტეთ, ის ნომერი საქმე შეწყვეტეთ, ის გამოუშვით, ეს გამოუშვით. არ არის ამაზე ლაპარაკი. რაც წერია, მე მხოლოდ იმას ვამბობ. მე საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ, რომ თქვენი საშუალებით ჩვენს მაყურებელს და ჩემს ამომრჩეველს ტყუილი უთხრა და ის მარჩიელობა დავიწყო, რითიც ჩემი კოლეგები არიან დაკავებული რამოდენიმე დღეა. არ დავიწყებ ამ მარჩიელობას. კონკრეტული რაც წერია, ამიტომ ვიძახი, რომ ეს არის ბაზისი. საბაზისო პირობები იმისათვის, რომ
იქაც შეხედეთ ძალიან ფრთხილად არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები დღეს ფუნდამენტია, რაც საქართველოს ჭირდება. ეს წერილი მეანიშნებს იმას, რომ ის რაც ხდება ჩვენს რეგიონში და იხილეთ გუშინ სახელმწიფო მდივანი რუბიოს განცხადება კონგრესში, სადაც თქვა, რომ სომხეთი ჰაბი ხდება ამ რეგიონში ვაჭრობის და შეერთებული შტატები კონკრეტულად აი ამ მოცემულობაზე აკეთებს აქცენტს, რომ საქართველოს ამის ნაწილი უნდა იყოს, რომ საქართველოს აი ამ პროცესის უდიდესი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესი, რომელიც ჩვენ რეგიონში უკვე დაიწყო და აქტიურ ფაზაში შედის. ამ პროცესის ნაწილი საქართველოს რომ იყოს, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ამაზე მეტი არ წერია შესაბამისად, ამაზე მეტის ინტერპრეტაციას მე თქვენთან არ დავიწყებ. როგორც მეტი არ წერია გარდა იმისა, რომ კონსტიტუციურ წარმომადგენლობით ორგანოებში ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს ის ამომრჩეველი, რომელსაც ხმა მისცა, რომელიც მე და თქვენ ვიცით, რომ არის ნახევარზე ბევრად მეტი, მაგრამ ქართული ოცნების გაყალბებული შედეგებითაც კი მინიმუმ ნახევარი. და ამის წარმოდგენა საქართველოს საკონსტიტუციო ორგანოებში არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესისთვის, რომ შეერთებულ შტატებმა თქვას, რომ სრულფასოვნად ფუნქციონირებს ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა. სრულფასოვნად ფუნქციონირებს, თუ აი ეს ელემენტარული პრინციპები, რაღაცა ველური მესამე სამყაროს ქვეყნისა არ იქნება მოხსნილი. ამის იქით არ მიდის ეს განცხადება. ამის იქით ქალბატონო ლელა, ეს არ არის შეერთებული შტატების არც ერთი დელეგაციის საქმე. ამის იქით ეს პასუხისმგებლობა არის საქართველოს პოლიტიკური სპექტრის და ჩვენ საქმეს ძლიერ საქართველოში პასუხისმგებლიანად ვეკიდებით, ყოველთვის ვეკიდებოდით და ეხაც ვეკიდებით. რასაც ვერ დავინახავ ხელისუფლების პირობებში და სხვა ჩემი კოლეგების ვაშინგტონი არ მიმართავს მხოლოდ ქართულ ოცნებას, თქვენც აღნიშნეთ, მას კონკრეტული მესიჯები აქვს ქართული ოპოზიციური ძალებისთვისაც და ეს მესიჯი არის ის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობაში, ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცესო, ასეთია ვაშინგტონის პოზიცია. აი თქვენ თქვით, რომ რიგმა კოლეგამ საკუთარი ინტერპრეტაციით სათავისოდ ასე ვთქვათ გაიგო, ხო? რა შეეშალათ, რა გაიგეს არასწორად ეს გითხარით ასე თქვენ რა შინაარსის ასე ვთქვათ, რა შინაარსს კითხულობთ ამ გზავნილში, იმიტომ რომ აი მართლაც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წარმომადგენელი მაგალითად ასე ხსნის შეერთებული შტატების პოზიციას, ჯერ გარემო უნდა შეცვალოს ქართულმა ოცნებამ და შექმნას ისეთი ვითარება, როცა ოპოზიციურ ძალებს ექნებათ შესაძლებლობა პარლამენტის და საკრებულობის მუშაობაში ჩაერთნონ. მართლაც საჭიროა თუ არა ჯერ გარემოს უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ოპოზიციამ ინსტიტუტების მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა და თუ კი ასე არ ფიქრობდა თქვენ სხვანაირად კითხულობთ ამ მესიჯს, მაშინ აქვე ოპოზიციის ამ ნაწილის პასუხი რამდენად შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს. საკმაოდ კარგი ხარისხის უმაღლესი განათლება და ვუდგები ამ საკითხს კარტეზიანულად, ზოგადად რასაც ვხედავ, იმას ვკითხულობ. როდესაც ტექსტი მიწერია, ვკითხულობ იმას, რაც ტექსტში წერია. კი არ ვიგონებ დაგწერილ ტექსტის პარალელურად კიდე რა ხდება. ეს სხვა კატეგორია არის, არ ვიცი რაში გადის, მეცნიერული ან რა ვიცი, საღი მიდგომა ტექსტის კითხვასთან არ არის. ტექსტს დაგიდებენ, თუ წაიკითხო და იქიდან შინაარსი გინდა გამოდო, რასაც წაიკითხავ, იქიდან უნდა გამოიტანო შინაარსი. იმას კი არ უნდა დააშენო რაღაცეები და რა თქვით, აი ამაზე ვლაპარაკობ. ეს არის რა უკიდურეს დილეტანტიზმი არის უბრალოდ. აი ამის მობმა ამ ყველაფერზე. უკიდურეს დილეტანტიზმი და პოლიტიკური მავნებლობა. როდესაც ცდილობ, რომ რაღაცა იმასავით, რა ქვია, პოლიტიკური მკითხავივით და ექსტრასენსივით რაღაცა ქვეტექსტები ამოიკითხო და გვერდებზე რაღაცები მიაშენო. ეს არის დილეტანტიზმი. და ეხლა ვლაპარაკობთ კონკრეტულ ამბავზე, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. სურვილები აღნიშნული კოლეგისა ჩემთვის აბსოლუტურად ლეგიტიმურია. სურვილები რომ მიუდგეს საკითხს, რომ ხო რაღაცა გარემოს შეიცვალოს, რა თქმა უნდა ლეგიტიმურია, მაგრამ არ არის ეს ის, რაც დებს, რაც წერია ბაზისად იმ განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩომ გაავრცელა. არამედ ეს ბაზისი, აი ამაზე დაშენებული შემდეგ იქნება ეს რაღაცა წინა პირობებით, იქნება ეს გარემოს ცვლილებებით, იქნება სხვა ხერხებით პოლიტიკური კრიზისის გამდოსვას, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრის საქმე. ამაზე ღიად ვთქვა, შეხედა ყველაფერს დავარქოთ თავისი სახელი. ჩვენ ესე უყურებთ, ესე დააქვი, ოღონდ იქ ესე წერია
და მე გეუბნები რომ იქ ესე წერია. ეგ სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ყველა. ვინც ესე უდგება ამ საკითხს. განცხადება იწყება ხელისუფლებისადმი მოწოდებებით რომ შექმნას სათანადო პირობები და შემდეგ უკვე მიმართავს ოპოზიციას, სადაც ეუბნება რომ მიიღე მონაწილეობა ინსტიტუტების მუშაობაში. ანუ პირობების შექმნა უნდა მოხდეს ჯერ იმისთვის, ანუ გარემოს შეცვლა, რათა ოპოზიციას სათანადოდ პოზიციონირების საშუალება მიეცეს. იქ არის ლაპარაკი პირობების შექმნაზე და დევნის შეწყვეტაზე. აი ამას პირობების შექმნა თავის მხრივ ნიშნავს თუ რა გარემოს შეცვლას, დღევანდელი გარემოს შეცვლას. რა თქმა უნდა, ქაუტერელო, მაგით არ დავიწყე, შეხედეთ, მე ხო აი ძალიან ისე ფრთხილად ვდგები ამ საკითხს, იმიტომ რომ მგონია ძალიან სერიოზული საკითხია. შეხედეთ, რა სიტყვებში კი არ ვიკარგებით, აქ ლაპარაკი არის იმაზე, მარტივი ამბავია. ეს რაღაცა დაშენებული ზემოდან იდეებით ხო ზედმეტია უნდა მოაშორო. რაც იქ წერია იმ განცხადებაში, ეს არის შეერთებული შტატების პოზიცია. ეხლა გინდა მივიღოთ, გინდა არ მივიღოთ, გინდა მიმარჩიელოთ, გინდა კამათელი გავაგოროთ და თქვათ რომ სხვანაირი გვინდოდა, უკეთესი გვინდოდა. მინდოდა უკეთესი განცხადება, რა თქმა უნდა, მინდოდა უკეთესი განცხადება. მაგრამ ეს ჩემი სურვილია და მე ამ სურვილს თქვენ და ჩვენს მაყურებელს რეალობად არ მივასახებ, განსხვავებით აი იმ კოლეგებისა, რომლებიც ამას აკეთებენ. არ მინდა ამის გაკეთება, მარტივ რაღაცას ვამბობ. რაც წერია განცხადებაში, ისე უნდა წავიკითხოთ და განცხადებები ვერ განსაზღვრავს თქო პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ დავინახეთ ამერიკის პოზიცია. ვინმე თუ ამ ქვეყანაში ეჭვი ეპარებოდა, რომ ტრამპის შეერთებული შტატები იხრება იქითკენ, რომ აქ საერთოდ რაღაც დემოკრატია ისქნას რა ქვია, უგულებელ ყოს, იხრება რაღაც ქართულ ოსნებასთან დაალაგებისკენ. თუ ვიღაცა სხვა ეჭვები ქონდა, რომ აი ეხა ოპოზიციას დაეხმარება, ეს ეჭვები გაანეიტრალა ამ განცხადებამ. მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ისე ვისე როგორც გუშინ წინ იყო და იმის წინ იყო ისე ვისე ჩემი თქვენი პირველ რიგში ჩემი და ჩემი კოლეგების საქმე დარჩა ის რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიწვიოს აქედან გამოვიდეთ საქართველო გადარჩეს როგორც სრულფასოვანი სუვერენული რესპუბლიკა რესპუბლიკა უნდა იდგეს აი ეს არის მთავარი ჩვენი საქმეა რომ ეს სახელმწიფო გადარჩეს და არა ის რომ რაღაცა ვიყოთ დაკავებული პოლიტიკური პასეანსით და კარტის გაშლით მადლობა ბატონო სტუმრობისთვის დღეს ამით დავასრულოთ თაზო დათუნაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს ახლა რეკლამის შემდეგ სოფლიო პოლიტიკური პერიპეტიები და პროცესები ასე რომ დაგვაერთით. მაშა ასე რეკლამა დასრულებულია ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი გიორგი შალამბერიძე შემოგვერთა გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესწრებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, აი მოდით გადაცემის ეს ნაწილი ჩვენს რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დავუთმოთ. პირველ რიგში კი ჩვენს მეზობელ სომხეთზე ვისაუბროთ, რომლის მიმართაც რუსეთმა არა მხოლოდ ბუქარას მოუხშირა, არამედ რიგი პროდუქციის იმპორტზეც დააწესა შეზღუდვები, ეს კი იმ ფონზე, როცა სომხეთში არჩევნები მოახლოვდა 7 ივნის, ანუ სულ რაღაც რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს იქ საპარლამენტო არჩევნები და პირველი კითხვა სწორედ არჩევნების კონტექსტში. აი როგორ ფიქრობთ, რას ეტყვის სომხეთის მოსახლეობა ნიკოლ ფაშინიანს და რამდენად არის სომხეთის სამომავლო ბედი დამოკიდებული სწორედ ამ არჩევნების შედეგებზე? ანუ საით წავა ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ კი არჩევნებში იმარჯვებს ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია და იმ შემთხვევაშიც, როცა მისი ძალა არჩევნებში მარცხდება. მოგესალმებით პირველ რიგში ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, დღეს სოფლიოში არის არაერთი კრიზისი, როგორიც არის მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომი, გარდა ამისა აშშ-ირანის ომი, თუმცა დღეს სოფლიოს ყურადღება მიპყრობილი არის სომხეთის არჩევნებზე, 7 ივნის, როგორც მოგეხსენებათ, არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, არა მხოლოდ რეგიონალურ წილში, არამედ გლობალურად. განცხადებები გაავრცელეს როგორც ამერიკის პრეზიდენტმა, ასევე ევროპარლამენტმა, გარდა ამისა რუსეთის სამთავრობო წრეებიდანაც არაერთი განცხადება და ქმედება იყო განხორციელებული. ნიკოლ პაშინიანის გამარჯვებას, ასე ვთქვათ, რუსეთის გაცხადებული ქმედებები და ჩანს, რომ რუსეთის სურვილი არის, რომ ნიკოლ პაშინიანმა ამ არჩევნებში არ გაიმარჯვოს. თუმცა აქვს აქეთ დასავლეთის მხარდაჭერა, ხო ტრამპი ახსენეთ ევროსტრუქტურები. შესაბამისად, აი ვისი აჯობებს, როგორც ვთქვათ, ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ისტორიულად
სამწუხაროდ საბედნიეროდ ისე არის, რომ რუსეთს ჰქონდა მეტი გავლენა სომხეთზე, თუმცა ბოლო დროინდელი ტენდენციებით სომხეთის ხელისუფლება ნიკოლ პაშინიანის ძალაუფლებაში მოსვლის შემდგომ ცდილობს ამის შემოტრიალებას. 2026 წლის მაისში გაიმართა ასევე სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი. ვნახეთ, რომ არაერთი ევროპელი ლიდერი იყო ჩასული ერევანში, რაც რა თქმა უნდა რეგიონისთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ასეთი რანგის უმაღლესი ოფიციალური პირები ეწვევიან რეგიონის ქვეყანას. გარდა ამისა, ვნახეთ თუნდაც თეთრ სახლში ცერემონია, როდესაც ალიევმა და ფაშინიანმა გააფორმეს სამშვიდობო შეთანხმება და ტრამპის მარშრუტი დაანონსეს. შესაბამისად ამ ყველაფერმა მიიპყრო დასავლეთის ყურადღება. ვიტყოდი, რომ მე არ მახსენდება, რომ ასეთი აქტუალური ყოფილიყო სომხეთის თემა დასავლურ წრეებში. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთს საკმაოდ აქტიური მონაწილეობა ექნება ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, რუსეთის მონაწილეობა ეს არ არის ახალი. ყოველთვის რუსეთი ცდილობდა თავისი გავლენის სფეროების შენარჩუნებას, მით უმეტეს სომხეთზე მას აქვს გარკვეული ბერკეტები, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის შემდგომ ეს ბერკეტები უფრო შემცირდა. პირველი ბერკეტი, რა თქმა უნდა, ეს არის ეკონომიკური დამოკიდებულება და ეს ისტორიული კავშირები, არაერთი სომხეთის მოქალაქე და დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს რუსეთში. ფულადი გზავნილების ოდენობა საკმაოდ მსხვილი არის, გარდა ამისა, თქვენ რაც ახსენეთ, ეს ეკონომიკური ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ვარდების და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა რუსეთში, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც წინასაარჩევნო წნეხის საშუალება. ჩვენ ვნახეთ, რომ სხვა ქვეყანებშიც იყო ეს ინსტრუმენტები გამოყენებული წინათ ეკონომიკური ზეწოლა იმისათვის, რომ პირველ რიგში ალბათ გაუგზავნოს მესიჯი მოსახლეობას, აგრძნობინოს მას მოახლოებული არჩევნების თაობაზე თუ როგორ შეიძლება მათი სიტუაცია გაუარესდეს. გარდა ამისა, ეს მესიჯი შეიძლება ფაშინიანისთვისაც იყოს განკუთვნილი, თუმცა პირველ რიგში ალბათ მოსახლეობა არის ამის ადრესატი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები არის 7 ივნისს. ამ ეტაპზე გამოკვლევები აჩვენებს, რომ ფაშინიანის პარტიას აქვს უპირატესობა, თუმცა გარდა ამისა გამოკვლევები აჩვენებს იმასაც, რომ არსებობს ბევრი გადაუწყვეტელი. აი ამ კონტექსტში მოდით ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის სამოქალაქო კონტრაქტის ძირითად მეტოქეებზეც გითხარით, როგორც ამბობენ, მას ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება. ეს არის ძლიერი სომხეთის ალიანსი, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთთან დაკავშირებული სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი. ეს არის მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ალიანსი, სომხეთის ალიანსი ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და ეს არის ასევე აყვავებული სომხეთის პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი. აი ფაშინიანის პარტიის მეტოქე ძალებს რა კატეგორიის ამორჩევლების მიმხრობა შეუძლიათ და აქვე ხა თქვენს აღნიშნეთ, ხო? და ზოგადად ბევრია საუბარი სომხეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე. აი ამ ფონზე მაინც რამდენად უნდა იყოს ფაშინიანის პერსონალურად ფაშინიანის და მისი ძალაც მშვიდად, იმიტომ რომ რუსეთის ჩარევას ისტორია აჩვენებს, რომ არაერთი ქვეყნის ხელისუფლება შეუძლია მათ შორის ევროპაშიც. დიახ, თქვენ სწორად ახსენეთ, რომ არის სამი ძირითადი მეტოქე, თუმცა აქედან ალბათ ყველაზე ძლიერი, ასე ვთქვათ, ეს არის არ არის ასე ვთქვათ კოჩარიანი ან ცარუკიანი, არამედ ეს არის კარაპეტიანი, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ ყველაზე დიდი რეიტინგი წინასწარი გამოკვლევებით. გარდა ამისა აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო პროცესში მისი ძმისშვილის გამდიდრებით, კიდევ მას იურიდიული პრობლემები აქვს სომხეთში. რაც შეეხება იმას, თუ რა კატეგორიის ამორჩევლობა შეიძლება იყოს გათვლა, პირველ რიგში იმაზე უნდა გავაკეთოთ აქ აქცენტი, რომ 2023 წლის შემდეგ, რაც სომხეთმა ასე ვთქვათ დაკარგა ტერიტორიები, უბრალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული დაიწყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი და შემდგომ უკვე დაიწყო თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი. ამან გარკვეული რეაქციას გამოიწვია სომხურ საზოგადოებაში, პირველ რიგში რა თქმა უნდა ტერიტორიების მათი გადმოსახედიდან ტერიტორიების დაკარგვის კუთხით და გარდა ამისა ისტორიულად სომხეთსა, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არასდროს არ იყო, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაკლებად იყო პოზიტიური ურთიერთობები და როგორც ასე ვთქვათ, მეტოქეს ასე არ იქონია. შესაბამისად, როდესაც პაშინიანმა ეს ნაბიჯები გადადგა, გარკვეული რეაქცია გამოიწვია მან სომხურ საზოგადოებაში და სწორედ პირველ რიგში ეს ადამიანები იქნებიან, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებზეც
ოპოზიციური კანდიდატების საარჩევნო კამპანია მოახდენს გავლენას. გარდა ამისა, როგორც ვისაუბრეთ, უკვე რუსეთს საკმაოდ დიდი ეკონომიკური ბერკეტები აქვს სომხეთში, ბევრი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში, ფულადი გზავნილებით ეხმარება თავის ახლობლებს, ნათესავებს, დამოკიდებული არის უშუალოდ რუსულ ბიზნესზე, შესაბამისად ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ხო, ბატონ გიორგი, აი კიდევ ერთხელ შევხედოთ, რას ამბობს და აკეთებს რუსეთი სომხეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ერთი მხრივ ვლადიმერ პუტინი ემუქრება ერევანს, რომ იყოს ფრთხილად, იმიტომ რომ უკრაინაში კრიზისიც მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები დაიწყოს, მუხარას კი კონკრეტული გადაწყვეტილებებით ამყარებს, რაც აი სწორედ სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. აი არჩევნებსაც რომ გავცდეთ, აი რა იქნება თქვენი აზრით? უკვე 7 ივნისის შემდეგ ან კიდევ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ევროკავშირის მიმართულებით სომხეთის სვლა მინიმუმ შეანელოს მაინც თუ კი მთლიანად ვერ გააჩერებს. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მახსენდება დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სომხეთის გადასაწყვეტია ევრაზიულ კავშირში გააგრძელებს დარჩენას თუ ევროკავშირისკენ გზას გააგრძელებს, თუმცა მათ თქვა, რომ ეს არ უნდა მოხდეს ევრაზიის კავშირის ფინანსური სახსრების ხარჯზე, რაშიც იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, რომ იმ შემთხვევაში თუ სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, ამას მოყვება რუსეთისკენ საპასუხო ქმედებები. ეს საპასუხო ქმედებები შემოფარგლული იქნება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით და ეკონომიკური ქმედებებით თუ გარდა ამისა რუსეთი რაღაც სხვა ქმედებებს განახორციელებს, როგორიც არის რას თქვენ ახსენეთ, შესაძლოა რაღაც სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, ან უფრო რაღაც უფრო არის ამის რისკი ობიექტურად და რეალურად? თეორიულად შეიძლება ამის რისკი არსებობდეს, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ გამდინარე იქიდან რომ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ისედაც ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს რუსეთისგან და ეს ისახება მასზე როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ვფიქრობ, რომ რუსეთს უბრალოდ ამ ეტაპზე დაკავებული არის უფრო სხვა ამოცანებით. თუმცა ისიც გასათვალისწინებელი არის, რომ უკრაინასთან შედარებით, სომხეთი შედარებით, ასე ვთქვათ, მცირე ზომის ქვეყანა არის შედარებით, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო პერიოდში სომხეთმა არაერთი რესურსი დაუთმო თავისი არმიის განვითარებას სამხედრო პოტენციალის გაზდას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სომხური შეიარაღებული ძალები ზატყოფნაში არიან ყველაზე ცუდი შემთხვევისთვისაც. კეთილი, აი რიგი ასე ვთქვათ კატეგორიის სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე რუსეთში მიღებულ გადაწყვეტილებაზე მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ. რუსეთის პოზიციას გუშინ მარტა კოსი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ამბობს, რომ ეძებენ მოკლე ვადებში სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს. აი რამდენად შეიძლება ეს განცხადება ნიშნავდეს იმას, რომ თუ კი დაიკეტება სომხეთისთვის რუსეთის ბაზარი, ავტომატურად გაიხსნება ევროკავშირის ბაზარი. ვფიქრობ, ეს განცხადება ორი პრიზმიდან უნდა შევაფასოთ. პირველი ეს არის პოლიტიკური და მეორე ეკონომიკური. პოლიტიკური პერსპექტივიდან თუ შევხედოთ ამას, მიმაჩნია, რომ არჩევნების კონტექსტში, როდესაც ევროსტრუქტურების წარმომადგენელი ამას ამბობს, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ფაშინიანის პოზიციისთვის, რადგან ამით ის სომეხ ხალხსაც ეტყვის, რომ ასე ვთქვათ, უიმედო სიტუაცია არ არის და შესაძლებელი არის სხვა ალტერნატივების პოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური პერსპექტივიდან ამის დანახვა, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ დღეს ხვალ უცბად ბაზარი გაიხსნას და დღეს და ხვალ ეს მარტივია ევროკავშირის ბაზრის გახსნა სომხეთისთვის. ჩვენ ვიცით თუნდაც საქართველოს მაგალითიდან რომ დიდი დრო ჭირდება იმას რომ შეხვიდე ევროკავშირის ბაზარზე გაიცნო იქაური ბაზარი, მოთხოვნები რა არის, შეიძლება პროდუქცია რომელიც მოთხოვნადია რუსეთში საერთოდ არ იყოს ევროკავშირში მოთხოვნადი თეორიულად, თუმცა რა თქმა უნდა და იმედი უნდა ვიქონიოთ რომ მოხერხდება ევროკავშირის ბაზრის სომხეთისთვის სრულად გახსნა და შემცირება დამოკიდებულებაზე, ასე ვთქვათ. ბატონ გიორგი, ბოლო კითხვას უკვე საქართველოს კონტექსტში დაგისვავთ, გვესმის შეფასებები, რომ სომხეთის მიმართ პუტინის და ზოგადად რუსეთის მიმართვა ძალიან საშიშია მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც. აი ამ ჭრილშიც რომ გავშალოთ სომხეთში მიმდინარე პროცესები, რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ის განცხადებები მუქარა, რაც მოსკოვის მხრიდან ისმის უკვე უშუალოდ ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. მე ასე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს, ახალი არ არის. რუსეთთან ურთიერთობას ჭირდება საგარეო პოლიტიკური რისკების ჰეჯირება და გარდა ამისა მას ჭირდება ამ საფრთხეების სწორად მართვა და კაპიტულაცია არ არის ერთ და იგივე. რა თქმა უნდა, საქართველო და რუსეთი არიან მეზობლები, შესაბამისად ამ ყველაფერს საფრთხეს ჭირდება სწორი მართვა. ამისთვის ჭირდება ძლიერი საგარეო პოლიტიკა, რომელიც იქნება ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული და ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც გათავისებული ექნება სწორედ ეს ყველაფერი. რასაც
ხედავთ თუ ვერ ხედავთ თავის მხრივ ამასაც ჩაგეკითხეთ. მე ვხედავ რომ რა თქმა უნდა ამ ეტაპზე არის ბევრი საკითხი რომელთან დაკავშირებითაც რომელსაც საჭიროებს ასე ვთქვათ მითქომის სრულებას და ძლიერი სახელმწიფოს გაძლიერებას. კეთილი, მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის. დღეს ამით დავასრულოთ. გიორგი შალამბერიძეს დავამშვიდობებით. დღის ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. ერთმანეთს შესაბამისად ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.